უსინათლო მოქანდაკე. ეს ხუსეპე დე რიბერას ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1632 წელს შექმნა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მხატვარმა ხუსეპე დე რიბერამ, იგივე სპანიოლეტომ, სურათზე მე-17 საუკუნეში მოღვაწე უსინათლო იტალიელი მოქანდაკე გამოსახა. თუმცა იმ პერიოდისთვის, როდესაც რიბერა ამ ნამუშევარს ქმნის, ჯოვანი 30 წლის თუ იქნებოდა, სურათზე კი ასაკოვანი მამაკაცია გამოსახული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ვერსია მალევე უარყვეს. შემდეგ გაჩნდა ვერსია, თითქოს რიბერამ სურათზე უსინათლო ბერძენი ფილოსოფოსი გამოსახა. დღესდღეობით მკვლევართა დიდი ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ნამუშევარს შეხების ალეგორიად მოიაზრებენ და მიიჩნევენ, რომ რიბერას ავტორობით შექმნილი 5 გრძნობის ამსახველი ნამუშევრებიდან ერთ-ერთია. 1827 წლიდან ნამუშევარი მადრიდში პრადოს მუზეუმში ინახება.